შეფს არ სჭირდება კრეატიულობა. თუ გაგეტყვი წარმოდგენებს კულინარებზე და მითხარი რეალობაა თუ სტერეოტიპი, მზად ხარ? ბატონო. შეფები ძალიან მკაცრები არიან და ხშირად უყვერიან თანამშრომლებს სამზარეულოში. ზოგი კი, ზოგი არა. უფრო 80-იანებში იყო მართალი და 90-იანებში. ეხლა უფრო ფილმი დგომაჭრის. შენ კაცრი ხარ? აღარ ადრე მანამ გამოუცდელი ვიყავი, კაცრი ვიყავი. ყველა შეფი პერფექციონისტია. პერფექციონიზმი ვერ შევს ადგება. სამწუხაროდ მე მაგალითად არ ვარ, რომ ვიყობოდ უკეთესი იქნებოდა. შეფებს ნებისმიერი კერძის მომზადება შეუძლიათ. არა, შეფებს უნდა შეეძლოთ ისეთი გუნდის შეკრა, რომელსაც შეუძლია ყველა კერძის მომზადება. შეფებს ყველა ახალი კერძი პირველ სტადიაზე გამოსდით. მეტავე ქრე იყოს. ხანდახან 10-15 ვარიაცია ჭირდება, რომ მიხვიდე იქამდე სადაც საჭიროა. შეფს ლიდერული თვისებები უნდა ქონდეს. უნდა ქონდეს. შეფს არ სჭირდება კრეატიულობა. შეიძლება არ ჭირდებოდეს კრეატიულობა, შეიძლება ყავდეს ადამიანი, რომელიც მას კრეატიულობაში დაეხმარება. შეფები ძირითად დროს სამზარეულოში ატარებენ. შეფები ძირითადად სამწუხაროდ ატარებენ. შეფობას გაცილებით ნაკლები შრომა სჭირდება, ვიდრე სხვა ტრადიციულ პროფესიებს. და სხვა ანეკდოტები, რომელიც სტენდაპზე თქვა შეფებთან, ყველა მაგრა გაიცინებს სამზარეულოში არაადეკვატური საათები და არაადეკვატური შრომა მუდმივად და თავიდან ბოლომდე შემთხვევაში თან თავს. მადლობა. წარმატებები.